გვიძლის ხასიათი არა გვიძლი არის გვიძლი ცოტნეს გვიძლს აქვს საერთაშორის ხასიათები ეს ბიჭების ჭორები და ეს გოგოების ჭორებიდან არის ვინახია მართლა რომ ეგეთი დარტყმა ვინმე საერთოდ იმიტომ რომ პილენს ვაბარებდით ბავშვობაში ძალიან ხშირად გაუმარჯოს მაყურებელს მისაყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა და დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი ვისი ფრაზებითაც ვლაპარაკობ ხოლმე როცა UFC-ზე რამეს მეკითხებიან ასე რომ გარკვეული ადამიანი UFC-ში კაკიჩებში იყო შენი მოგზაურობა მადლობა რომ გვესწრაფ დღეს მოწყენილია მოსული რა თქმა უნდა დღეს ყველანი მოწყენილები რო შემოვიდა რა გჭირს აღარ გვიკითხავს ნათელი რა უნდა მჭია პირდაპირ თან აემატება იცი მაგ ყველაფერს ანუ მაყურებლები MMA-ს ცუდ ფეხბურთის მაყურებელი ხო ცუდ ხასიათზეა უბრალოდ და მიდის და იძინებს და ჩვენ არ ვიძინებთ ცუდ ხასიათზე ვდგებით და მე კიდე არ ვძინავს და არა გამოუძინებელზე ის ბრძოლა რაც ვნახეთ გუშინ მერაბს და იანს შორის აი მართლა 1-2 ჭაღარა შემატა ჩემს თან ის ამ სპორტში ხე ის მოგამია რომ ბევრად უფრო ჩართული განსაკუთრებით რომ ქართული ჭუბობს მაგრამ ბევრად უფრო ხარ ჩართული ხა ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდურ სპორტს ამას რო უყურებ რა ჩემთვის ეგრე არის მაგალითად ფეხბურთს ხა მაგ ხელაიმით ვერ გულ შემატკიბრობ რა თანაგზნობა გაქვს ხო აი რაღაც სხვა რაღაცა ხდება რა იქ ოქტაგონზე პიზდეცია რა ერთი მოკლავს ან მეორე და მე კარე ხარ მაგალითად ხო ხშირად მინახავს როცა კარში დგახარ და ყაზახებს უყავს ხო და მე ჭუბობ ხოლმე კარა გოლი რო გაგივა გოლი გაგივიდა და ხუჯლში რომ მოხდება იანის ბოდიკიკი და ზიანსღებულობს სერიოზულს რომელიც უკვალოდ არსად არ მინდის სხვა თანაგზნობა გაქვს მაგ ათლეტის შენ ღვიძლში ბურთი არ მოხვედრი ეგეც ბზარია სხვადასხვა მოხვედრია ხო აქ მაყურებელი რომ მიხვდეს ჩვენთვის ძალიან ახალი ამბავია მერაბის დამარცხება ასე რომ დეპრესიული ფონი თუ იქნება გვაპატიეთ მაგრამ პოდკასტი დაიდება პარასკევს ასე რომ თქვენ უკვე ერთი კვირა გაქვთ რომ ცოტა შეეგუოთ მაგაფოს და ჩვენ ხო ჩვენთვის ძალიან ახალი ამბავია სანამ გადავალთ დანარჩენ თემებზე და სანამ გადავალთ საუბარზე მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ სარგეს ლუდისას ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას და ჩვენს აც უკვე რაღა ახალს ალკოსფეროს ჩვენს სპონსორს მადლობა მათ ეხლა შეგვიძლია უკვე საქმეზე ვილაპარაკოთ. მაშინ რაზე გაჭირდა? ქუჩის სახელი ვერთმერთი. ის მარშალ გელოვნის, მარშალ გელოვნაი და რაღაცები იზახა. თუ არ იკვეცება. ხოდა რომ ყველამ ხო დამცინა და მე აი მიდი და თქვი რეკლამა და ნუ პატარა ტექსტიც არ იყო საქმელი და სამჯერო შეეშალა მე უკვე ხო იცი ის არის აქედან იქიდან სახეს ვახევდით და ბოლოს აი ყველა გადით მეთქი. დამტოვეთ კამერასთან დამჭირდა 1-2 თამაის დამჭირდა. ეჭია თუ გადაყვაპები. მაგის თქმა არ დაგჭირობია ჩვენით გავედით ნუ შევწუხდით ხალხი ბოლოს. ხო ნუ ვიღაც ვიცინოდი. ლაპარაკში მიჭირს გიორგი ახლა. გაგისგან განსხვავებით, გაგი მშვენივრად საუბრობს UFC-ზე და რამდენი გამოწერი 60,000 ყავს? და TikTok-ზე 60,000 პარასკევისთვის წესით 60,000 იქნება. YouTube-ი ეხლა დავიწყე მართლა თვენახევარია და 10 მიუკაკული. ხო, 10-მდე არის. წარმატებები ორივეში, კაია რომ მე TikTok-ზე ძალიან მიხარია ხოლმე როცა ხედავ შენ ვიდეოს, ეგრევე ვჩერდები უყურებ აუცილებლად ძალიან მაინტერესებს და YouTube-ზე რო გადმოხვედი და ნათელ მხარეს რო გამოხვედი ძალის ძალიან მიხარია და წარმატებები TikTok-ს რა უნდა მშვენიერი პლატფორმაა. მეგობრებო, ორივეს ლინკი იქნება აღწერაში და გადადით, გამოიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ. ურმეს მადლობა. კონტენტი UFC-ზე, MMA-ზე, კრივზე, ხო, ნუ აი მოკლედ კაიკუშები, ჩემ ინსტაგრამზე კაიკუშები. მოკლედ ვიცი როგორ ხარ, მაგრამ რა სიტყვი ბრძოლაზე მაინც აი მაინტერესებს რა. ორი მხარე აქვს რა და ფიქრობდი თავისთავად რაღაცა ამზადებდი თავში თქვათ რომ რაზე შეიძლება საუბარი მაგრამ რეალურად არ არის ბანალური ის ფრაზა რომ მედალს ორი მხარე აქვს რეალურად შეგვიძლია რომ თქვათ რა ყველა იმის გამო აკრიტიკებს მერაბს ალბათ თქვენც მოკრავდით მაგ არგუმენტს რომ ბევრი იყო 4ჯერ წონის კლება წელიწადში ძალიან რთულია არ შეიძლება და რა ვიცი მაყურებლისთვის რომელიც თქვათ აიხლა ჩაერთო წონის კლება რატო არის ცუდი რეალურად წონის კლება არის ესეთ რამე ესეთი აი ეს სამარილი არის სიკვდილი ესე მიდიხარ სიკვდილთან
უკან მოდიხარ. ესე მიდიხარ და უკან მოდიხარ და ეს ბევრჯერ ეს არ შეიძლება იმიტომ რომ შენ ეს ხდება წყლის ხარჯზე, ხო? ეხა ადამიანი არის წყალი, ძალიან დიდი რაოდენ პროცენტულობა ადამიანის არის წყალი და ეს წყალი გამოდის და მე რეჰიდრატაციას ახდენ. ადრე იყო დაშვებული გადასხმა. იდგავდი კათეტერს და ეხლა ვეღარ შვები, უნდა დალიო და ეხლა რომ მოიყუდებ, თქვათ რომ 6 ლიტრა წყალი რო გაეძი, 6 ლიტრი წყალი რო დალიო, ესე ვერ იხდგენ, ხო? იმას სხვანაირად ახდიან ჭირდება. შესაბამისად გაპრობლემდა ძალიან იქ რა. რატო აიგზალა რა მოგამი აქვს? იმიტომ რომ ადვილი გახდა და მე შეეძლო დიდ ტიპს რო პატარებთან ჩასულიყო და მარტივად გადასვლა კატეგორიაა. ყველა ცდილობს რომ ოქტაგონზე დიდი იყოს თავის მეტოქეზე და UFC-ს და ზოგადად სპორტული სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ მაგიტო არსებობს წონითი კატეგორიები, რომ მე-10 კლასელი ეჩხუბოს მე-10 კლასელს და არა, ბავშვები არ იჩხუბოთ, მაგრამ ვიხდით ალბათ, ხო, ის თქვაც მინდოდა, რომ თანაბარი ზომის ხეთოლს ეჩხუბ. ხო, მე B-კლასი, მე A-კლასი. ხო. ხო და ეს იყო მორალი და მერაბს ადვილი არ იყო მერაბისთვის, არიან მებრძოლები, რომლებსაც ცხოვრებაში არ უწუწუნიათ მაგაზე, არიან მებრძოლები, რომლებიც ძალიან მძიმედ არის მათთვის პროცესი. მერაბისთვის მძიმედ არის. არ არის ყველაზე მძიმედ, მაგრამ არ არის ადვილი. მაგრამ ამას მეორე მხარე ქონდა, რა ტყუილა არ უქნია მერაბს. ეს მე-4 დაცვა იქნებოდა რეკორდი მერაბისთვის ისტორიაში, არავის 4 ჯერ არ დაუცვიოს გამარი და ტყუილა არ გაურისკია. ანუ ვერ ვიტყვით იმას, რომ აი რაღაც უსვათ მოელანდა რაღაც და ესეთი ნაბიჯი გადადგაო რა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ პიოტრიანი, რომელიც ამბობდა იმას, რომ ხელი მქონდა ნატკენი პირველ ორთაბრძოლაშიო და მაგიტომ დავიჩაგრე ეგრეო, ნაწილობრივ მართალი იყო, მართლაც ქონდა, ეს არ იტყუებოდა მაგას, მართლა ქონდა ხელი ნატკენი, მაგრამ ეგრეც არ იყო, ეხლა რომ ცალი ხელით გვეჩხუბათ, რაღაც ეგ არ ყოფილა, ეგრე რო ყოფილიყო, არ ეჩხუბებდა საერთოდ. საბოლოოდ მერაბი, რომლებიც პიოტრიანთან პირველი ჩხუბის მერე, მერაბმა დაამარცხა ძალიან მაგარი სტრაიკერები, ანუ ის ხალხი, ვინც ფეხს ეჩხუბობდნენ და ძალიან რთულია რომ ეს თავდაჯერებულობა არ გაგიჩნდეს რა, როცა შონომალისთან ხარ ფრთხილად, რომელმაც დაამარცხა პიოტრიანი, როცა კორი სენთაგერს დაანოკდაუნებ ეს ხალხი სახელი და გვარები არიან მაგარი სტრაიკერები, ხო, ვინც კარგად ურტყავს. ეს თავდაჯერებულობა მერაბის გაუჩნდა და ის გეგმა, რომლითაც მერაბი იყო წარმატებული, ცოტა შეცვლილი იყო იანთან და პრინციპულად იყო შეცვლილი თვითონ მე სტოიკაში ხო ეგრეთ წოდებულ სტოიკაში აი ხა აგინდა ყველა მაგ ჟარგონს იყენებს შენზე არ გამიცინია ეს აი რაღაცა ყველა ფერზე უნდა იმაიმონოს და იმას ხატავს ხო და ერთი სიტყვით წარმატებას როგორ აღწევდა მერაბი რა გეჭიდავები, ჰოპ, დაგარტყი, ვახდა მართლა, ანუ სურპრიზი იყო ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში გამოვიდა ესე, რომ მოდი ვწდი სტრაიკინგს და თუ რამეა სტრაიკინგის სტოიკა. მოდი ვწდი სტოიკას. და თუ არ გამოვიდა, მე ვიჭიდაო, მაგრამ თუ არ გამოვიდა სტოიკა, ეგ ნიშნავს, რომ უკვე ყვაში გაქვს დარტყმა გატარებული, უკვე ღვიძლში გაქვს გატარებული, რომელიც აი იმაში ტეკენში და მორტალ კომბატში სიცოცხლეები როა თავზე და რო გაკლდება ხო ისი. აი ეგ მერაბს ქონდა ყოველთვის ყველაზე დიდი. ხდები, მაგით იგებდა რა, ყველას უთავდებოდა და ამას მორჩენილი ქონდა. ხო და აი ექსტრა ამბავი პირველ რაუნდში გატარებულმა აი დაუჯერებელი დარტყმა აიტანა. აი ეგ არის აი რაღაცა მართლა ვერ დავიჯერე, მაგრამ აიტანა, მაგრამ მოაკლო უკვე ვეღარ ფლოპ. ღვიძლზე დარტყმაზე. არა, ჯერ მაშინ გაატარა რაც ფინიშერ ყევა აუცილებლად. მეორე მესამეში ის იყო მესამეში, რომელიც ალბათ რავი რა. არა, ეგეთი რამე არ მინახია მართლა, რომ ეგეთი დარტყმა ვინმეს აიტანს, იმიტომ რომ არის რა ხასიათი და აი რომ რა ბიჭია, ვაშკაცია აიტანა დარტყმა, მუშაობს მართლა, როცა მართლა რომ კარგ ფორმაში უნდა იყო და მართლა ხასიათი სიმტკიცეზეა, მაგრამ ღვიძლს ხასიათი არა. ღვიძლი არის ღვიძლი. ცოტნეს ღვიძლს აქვს სხვათაშორის ხასიათები. ცალკე პიროვნებაა. მოდი ახლა როგორ იცი, ახლა მოვიღე, აი ბოდისი მეთქი.
ხო და მაინც ხასიათიანი გუძლი აღმოაჩნდა მერაბს აუტანელი დარტყმა იტანა. ბოქსში, MMA-ში მე გამიგვიდა რომ შეიმჩნია. რამდენი ბრძოლა ყოფილა, რამდენი მინახავს რომ აი ერთი ღვიძლში დარტყმით დამთავრებულა ბრძოლა რა, ანუ იმაზე უარესია რომ სახეში დაგარტყან ალბათ რაღაც რიგ შემთხვევაში რა. ჯვართან როგორი ტიპებია მინახავს ეგეთი რა ვიცი, ძალიან დიდებია. ძალიან დიდები. ლესნაშო შემოარტყა ოერი რო იკეცება ეგრევე და ხო, ნუ აი საშინელი ტკივილია და იმას საშინელება. ერთი ნიუანსია მანდ რა, ღვიძლი პულსირებს რა, ეს ჩვეულებრივად პულსირებს და თუ დარტყმის დროს შეკუმშულ მდგომარეობაში იყო, მაგითო არის ხომ ღვიძლი რომ მოხდებათ 1 2 3 და მე დილეითი ტკივა. და მერაბს ამ შემთხვევაში გახსნილზე მოხვდა რა ეგ იმას კი არ ვამბობ უფრო ადვილი იყო ეხა მაგის ატანა მაგრამ სურპრიზი არ იყო და ეგეც დაეხმარა რა რომ პირდაპირ იგზნო ეგ იმპექტი რაც იყო აი რომ მოხვდა და რომ ეთკინა ეგრევე მომენტალურად ეთკინა და არა თითქოს ყველაფერი კარგად არის წარმოიდგინე 4 წამში ბნელდება ყველაფერი რა და ის ყველაფერი აი ამ დარტყმების და ეს ავიცი 10% იყო იმ დარტყმებისაც მერაბმა აიტანა მერე რომ მერაბმა მაინც რომ თავს იცავდა პიოტრიანი მეხუთე რაუნდში ეგ არის არ ვიცი როგორ აი რაღაც ეპოსის ჟანრის სიმამაცე იყო მართლა ანუ ეგ რომ გაზომო რა ხასიათის სიმტკიცე ჭირდება რომ მეხუთე რაუნდში მაგ დარტყმების მერე პიოტრიანი წინ გედგას და შენ კიდე წინ მიდიოდე რომ დააფინიშო აი რომ აიღო და გაზომო რომ აი ამას რა დენი არ ვიცი რა ერთეულით გავზომოთ ვაშკაცობა 1 ვ იყოს ჩმორებიჭი და ეგ იყო 1 კ ვ იყოს ან სასწაული რაღაც იყო და მერაბ მართლა ისლამ ახაჩევია რომელიც ისიც რომ არ არის დიდად ქართველი მებრძოლების გულშემატკივარი არა არც რაღაც პრინციპული რამე არა აქ ხარ მე რაღაც დავაბრალო მაგრამ პირველი სიტყვები ეგ იყო რომ შენ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო ვისაც კი ეს საქმე უკეთებიაო მერაბს უთხრა ისლამა და მერე მიულოცა იანს რა ხო ჩვენ ნახეთ რომ ეხლა 26-ის მეორე ნახევარში 20-26-ის მეორე ნახევარში ჩაინიშნა უკვე ეგრე ეწერა რომ ჩაინიშნა მერაბზე არა მერაბი არა როგორ არის მერაბს ახლა ჩხუბი არ აქვს ჩანიშნული უბრალოდ ლოგიკური იქნება რომ მისცენ უფლება და თითქმის ვერ ეტყვიან მერაბს უარს რემაჩზე არ არის იმიტომ რომ ამან იმასთან რა ქვია ანუ არ უეჭველი იქნება ანუ ერთით-ერთია ხო და ეგ ერთი საინტერესო რაცაა მეორე ის არის რომ მე მგონი ანუ ძალიან დიდი ბოდიში არ ვიცი ხა თუ რაღაცა 5 წუთის ამბავია შეიძლება მართლები ხართ უბრალოდ ხო არა 10 წუთის ამბავია აი 1 წუთი გეტყვით აი ეხა ყოფილა აი პულსი მეუბნები ხო არა 100% ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნიუსი იყო კი ბატონო არ ვიცი რამდენად სანდო წყაროდანი იყო პირველ რიგში არ შეიძლება რომ დაუკარგოთ ძალიან მომზადებული იყო პეტრიანი ანუ სულ ყოფილი ჩხუბი ჩხუბა ხო იდეალური რაღაცა აკეთა თავს გეგმასაც უფრო აშკარად ძალიან კარგად რაც ქონდა დაგეგმილი თან ძალიან მომზადებული იყო მერაბის ტექნაიმ დაუნებისთვის იმისთვის ძალიან კარგად იყო მზად იყო კაროჩი იცოდა სადაც მიდიოდა UFC-ს პოხუია კი ის რა ქვია ეს რუსი ისა რაღაცა კი ჩახსნეს ცოტა ხანი აკრძალეს ხო ცოტა ხანი მახსოვს გამოსვლა აკრძალული და მე ეხა მაგაზე დგას მთელი ის მერაბის აუკრძალეს რაღაც მომენტი მახსოვს ის რა ქვია ეგ იმით ხო მაშინ ყველას ჰქონდა აკრძალული როცა უკრაინა რუსეთის ომი დაიწყო დროშები გაქრა ეხ მორჩა მაგად დედავატირე ეს რომ მიფრიალეს ნერვი მომიშალო მაგრამ დენა ვაიტი ესეთი ყველაზე ძალიან მომიშალო ნერვი რუსულად რომ ლაპარაკობდა დენა ვაიტი ფული გადაუხადა და ყველაფერს იღებს ტრამპა ცუმპა ხალხია რომლებიც ჯერ ერთი ხო ბევრი მებრძოლი ყავთ მაქედან და დენა არის ისეთი რა ტიპი რომ ვითომ ფეხებზე კიდე არა და ნუ აი მე როგორც MMA-ის გულშემატკივარს ნუ ძალიან მაგარი საქმეები აქვს გაკეთებული მაგრამ ნუ აი მაგ მიმართულებით და მისი პოლიტიკური შეხედულებები და ზოგადად ეგ ვექტორი საითკენაც არის და ეს აი ნუ გულისამრევი ტიპი ეგ რეალურად ხო ის არის რა ქვია ბიზნესმენის აზროვნება არაფერი წმინდა არ აქვს მაგ კუთხით რა ანუ რაღაც მორალური შეზღუდვა რომ თავარია ბიზნესი მუშაობს ეს და Thank you Dana thank you ძალიან კაი ხო ეგასო კაი მაგრამ ხო და Thank you Dana ხო ვიცით რომ გოჭოლი მესამე ჩხუბი იქნება თან ახლა ტიპი რომელიც საიდან დაიწყო ყველამ კარგად იცის მე რა მჩხუბი აი რასაკეთებდა იმისთვის რომ ევარჯიშა და რაღაც და როგორი დარწმუნა ახლა ძალიან ბევრი კამერის დაკარგვის მერე ძირითადად ვერ ბრუნდებიან ხოლმე ისე კარგად როგორც აი ამაზე როგორ მჯერა იცი აი
მანამდე სანამ ეს ამათი ჭხუბი განმეორდება, ვინმე თუ შეუგდეს მართლა ოქტაგონზე, წარმომიდგენია რას ისავს. შეუგდებენ ახლა მანდაც ვინმე თუ დაითანხმეს მაგაზე, იმიტომ რომ არ მგონია ვინო ნორმალური შევიდეს. მე ის მეშინია იცი? აი უეჭველი ძალიან იმაზე არ გაწელოს დენაზე რომ ვლაპარაკობთ არ გაწელოს ერთი ადგილი და ის უმარა არ შეუშვას უმარა შეუშვები მანამდე მორალი ის არის რომ მერაბის შემდეგი ჭხუბი უნდა იყოს კამარზე მანამდე იანი ხა უმარს ეჭხუბება თუ რა ქვია ეს შეიცვლის პრობლემა არ იქნება რა მანამდე იქნება არ წააგოს კი ბატონო, უმარი სერიოზული ბრძოლა იქნება. ძალიან მინდა იგი ბიჭო, ჯერ ერთი რომ სპორტისთვისაც ხო მაგარი რაღაცაა, რომ მესამე ჭხუბი იქნება უკვე რაღაც ეგეთი რაღაცები ძალიან ლამაზი იყო UFC-ში როცა ხდებოდა რა. და წარმოიდგინე მესამე ჭხუბი ჩაინიშნება 1-1 რაღაცა კამრის წართმევა რაღაცები. ძალიან მაგარი. თან ეხა რაც არ უნდა იყოს არ ვარ დარწმუნებული რომ მაყურებლის 100% ფიქრობს რომ კი იანი იმსახურებდა ძალიან ბევრი ამბობს რომ არ იმსახურებდა შეიძლება რაღაც კამარზე ჭხუბს ეხა ბოლოს რაც იყო ხო არა კამარზე ჭხუბს არა კაცო ჭხუბი რაც იყო საჯების გადაწყვეტილებას ჯერ ერთი რომ 3 საჯო მოვაგებია 3 საჯო ხო მოვაგებია აი ხო და ბევრი არ ამბობს ეგრე რა ვიღაცები არიან ის არ დაახლოებული აზრივისაც აქვს არა ჯერ ერთი დავიწყოთ რომ რუსია მაგის მაგიტო არის სახურებდა ეგ ჭუბი არ მგონია რომ თავარი ვინ არის ხარ რომ მერაბი როგორ განწყობით არის და მისი გუნდი და ეგ პრეტენზია რო ქონოდა იყო და უროს იქნებოდა იქ და ისეთი განწყობით შედიოდა რომ რავი ფეხები სხვადასხვა აქვე დასაწყისებელი ხონდა მერაბს UFC-ში ძალიან თან ხო აი ხო ორი ძალიან ისეთი წაგება თან ახლა მეორეზე უკვე კი ამბობდა თვითონ და კი ამის გუნდის წევრებიც იძახდნენ რომ რეალურად გონგი იყო და უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გათიშული იყო რა თვითონ უკვე და ფაქტობრივად ვერ გაუშვა იმან ხო, ანუ ძალიან ისე იყო, მანდ როგორ არ დანებდა შემო ეგეც ეგეც ტიპი რა. მაკედანაც ეგრე ორი წაგების დაწყების მერე ამ ხელა რაღაცები გაკეთდა, რასან იქ შემოვა უკან. ეგ და ყველებს მაგარი ის რაც მე სიამოვნა ძალიან ის იყო რომ ანუ ძალიან ღირსეულად მიიღო დამარცხებაც. აბა ის ბიჭო ჩემი. აი ხელი მткиვა და ისე უმარად ყველა ეგრე. ერთი კაი ჩუვაკი ვინც არის, შონომალი შენძმობას ვიცაო რა. არასდროს არ გაუკეთებიათ იმაზე რო თქვა თან თოფურიაზე მაგაზე. კიდევ კაი არ დამტახდაო ზა მაგაზე ძალიან გავერცა. კაი ტიპია. ბიჭო ხო და აი კაი ჩუვაკია რა მაგრამ ჩვენ წააგო რა ეხლა სპორტია უნდა მიიღო ეგრე წააგე რა ქცემეს ვსო არა მე მაგის ორეული რო. საბაც იმის ხო გჯერა რომ მერაბი ტყვილს არ იტყოდა რა და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები რო თქვა რომ თან უნდა გავითვალისწინოთ მერაბის მენტალური მდგომარეობა მაგ მომენტში 25 წუთი ესეთი მძიმე ჭხუბი ყველაფერი გტკივა საერთოდ და გულახდილად თქვა რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ ლამაზი უფრო სანახაობრივი ჭხუბი მეჩვენებინაო რა ანუ რეალურად ყველამ კარგად ვიცით სად წავიდა ცუდად რა საწავიდა ცუდად რომ ეს თვითონაც ის ღმერთმა დამიფაროს ახლა რაღაც ტექნიკური დეტალები ვასწავლო მერაბს ყველა კარგად ხვდება მაგას რა რომ თავის ჭხუბი არის ჭხუბა ისე იყო რა ჩათვალა რომ პიოტრიანთან ფეხზე სტოიკაში შეეძლო დიდი ხანი დროის გატარება და ეხლა გავიგეთ რომ ნუ არ არის ეგრე და ვიჭხუბებთ იმ ჭხუბს სადაც ჩვენი უპირატესობა და ჭიდაობას ეგ აქვს თავარი რომ შენ წყვეთ ქვემოთ ვიჭხუბოთ, ზემოთ თუ კლინჩი. მართლა გადაულის მესამე ჭხუბზე გულახდილად მეც ასე მგონია გეთანხმები. ეხლა რო გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდება მაგ ჭხუბს. ეხლა ხო იმაი ფიზიკურადაც უფრო დასვენებული იქნება. სეხუდო არ ყავდა იქ ცუკენბერგსო დაუგდო წინ რო ათრი. ეხლა ხო დააკეთა იგივე ეს. იანი რო შემეგდა მივიდა ცენტრში და ახეთქა. ანუ ეგ მაგით უნდა დაეწყო. ეგ არის რა. ეგრევე უნდა დაეჩაგრა. იმებსაც აკეთებდა ფეხს რო აცილებენ ხოლმე ან რაღაც ლამებს რო აკეთებს ხოლმე. ანუ ეგ მაგის ტიპია რა, ევასება რა. კაი, მაგის ისიც აქვს ხო, პროსტა. ცოტა ხო პირველად ვნახე სოთაშოშ დაღლილი არ იყო რეალურად მგონია რომ კიდე რო შეუშვა კიდე ერთ ხუთი ჭუბებდა დაზიანებული იყო ხო რა. რაღაც თავიდან არასწორი იმით. ხო. თვითონაც ხდება თან რაღაცნაირად მეც ხდები ხამ თემას ძალიან ბევრს ლაპარაკობ რა და ნაწილ ხდებათ ეს ჩემი ნათქვამები მსმენელს და კი თუ შეიძლება თქვენი ეთერით ვისარგებლებ და ვიტყვებას რომ მე ისეც არაფერს არ ვამბობ რაც მერაბმა არ იცის ან მე არ მგონია რომ მეტი ვიცი უბრალოდ იქ სხვა გადაწყვეტილებებია მე მაქვს ერთადერთი პლუსი მერაბთან რომ
იქ არ ვარ. გვერდიდან ჩანს რაღაცები. მორჩა. დარჩენი ყველაფერი მეტი იმერა. მაინც უბრალოდ გვერდიდან რო უყურებ, ხედავ, რომ აი რომ მორჩა და ხო ადვილია ლაპარაკი მე რომ მორჩება და მეც ეგრე ადვილად ვამბობ და ჩემი აზრით ბევრი დამეთანხმება, რომ თავიდანვე ჭიდაობით უნდა გაგვეწყო, თავიდანვე უნდა ის პლუსები წინ დაგვეყენებინა, რაც აქვს მერაბ ზიანთან და სურპრიზის ფონად შვენიერ დარტყმებიც გავიტანა. აი ეს იყო რა. კი ბატონო. არ უნდა შეეცვალა. გასაგებია რომ მუღამი აქვს თვითონ რომ სტოიკაში უფრო ძლიერი გახდეს და უფრო ის გახდეს, მაგრამ ну, ესე იგი საკმარისაც კარგად ვერ იყო მზად. მე არ ვიტყვი, კარგი არის, просто ვიღაცებთან შეუულია რა. კორისენთეგენი არის. ძალიან კაი ტიპებთან შეუულია რომ შევიდეს და გალახოს, просто ეგრე ეღადაოს და გალახოს რა და просто ეს რო იცოდი აქ ეგ იყო რა. მაგრამ აი ბოლო დროს ხო вообще მთელ ქვეყანაში ის გვაქვს რომ სპორტსმენები არ მოგწონს, ამას გულით ვეღარ ბალეშკობ ვიღაცებს რა, უკვე ძალიან კი ბატონო. მერაბი რავი, არა, მერაბის აი არ შეშლია რა. სულით და გულით და იმით აი ყოველთვის ეგრე ვარ ხომ მაგრამ ბევრი არის ვინც თქვენი მერაბი. ხო, აბე ძალიან აი მორჩა ხო? მეც შემხვდა ძალიან ბევრი ეგეთი რაღაც და სტალინის ფანებმა გაიხარა. შენ რას ამდილის აი როგორ შეიძლება ეგ გაგიხარდეს? აი ისეთ რაღაცები ბატონო. ცოტა ზედმეტად სხვათა შორის კარგი მაგალითად მე ხო აჩისთან ერთად ფეხბურთის პოდკასტსაც მიყავს და ნუ საფეხბურთო პუბლიკაც ასე თუ ისე წარმოდგენა მაქვს და საფეხბურთო უფრო ტოქსიკურია, მე თუ მკითხავ. იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტ დიდია და კი, ლოგიკურია. და უფრო მეტს აქვს პრეტენზია რომ ერკვევა, მაგრამ აი MMA-ში თუ ტოქსიკურია, ისეთი ტოქსიკურია, რომ აი გავეთქვია. აი ჭკუიდან გადაგიყვანს ისეთ რაღაცას ის რომ აი მოიწამლები შინაგანად რა. ხო და არა მერაბი გეთახმები რომ რთულია რომ არ განიცადო რა მაგ ადამიანის ესეთი რაღაც მძიმე პერფორმანსი რაც ჰქონდა და მე დედამისმა დაურეკა და ძალიან კაი სიტყვები უთხრა რომ მეტი სანერვილო არ მოგწეს შვილო ღმერთმაო და ზუსტად ეგრე ვარ მეც მერაბის მიმართ ხარ რომ საიდანაც სად მივიდა მერაბი არა მორჩა რა გამარჯვებულია ეგეთი და მართლა გეუბნები აი როდის იცი კამარი რომ მოიგო და უმარს რომ მოუგო ნურმაგომედოვს მან დრო წერტილი დაესვა უკვე იქ იყო ტიპი ან უკვე გობდა მაგის მერე კიდე რეები აკეთა და ნუ ახლა ხო რა ნუ თქვა რომ რეკორდიო და არ გამოვიდა მაგრამ ეხა უფრო გემრიელი იქნება. მე არ გამოვრიცხავ რომ მაინც დაუყარეს მაგ რეკორდს რაღაც მომენტში მოიტოვებს და მესამე გამარჯვება უფრო გემრიელი იქნება ვიდრე ეს იქნებოდა პირობას გაძლევთ რომ ეს უფრო გემრიელი იქნება ის მესამე. შემდეგი ბრძოლა მერაბის. არა ეხა იხოდებოდაც. ხო მაგრამ ეს ტოქსიკური გარემოც იმის გამო მოიხოდა რომ პოპულარული გახდა გაცილებით MMA საქართველოს შეხედიდათ. აი მე მახსოვს ამდენი წლის წინ სანამ ეს UFC გახდებოდა აქტუალური ადრე აღარც მახსოვს მე ბრძოლს რა ერქვა. მაყაშვილი ლევანი შეიძლება ქართველი ამბობ ქართველი ხო რა აი ოღონდ MMA იყო MMA-ის UFC-ის ორგანიზაცია მე მგონი მაშინ დიდად პოპულარული არ იყო და MMA-ის ის იყო ჩემპიონატი თუ რა აღარ კაროჩ მაშინ უყურებდა მთელი საქართველოს მახსოვს მაგ ბრძოლას რა და მოიგო მე მგონი მოიგო იყო ერთი დღე მოვიგე და всё MMA აღარ გამიგია არსად არ შემხვედრია MMA-ზე არაფერი და ნუ UFC-ში რო გამოჩნდნენ თავ პირველი დოლიძე იყო მაგაშვილი მე კაიხანი არავინ არ იყო და მე წავიდა გიგა ჭიკაძე ჭიკაძე იყო მერაბი დოლიძე კუტაძელაძე და ილიაც ნუ აი ხა პროსტა თვალიშვილმა და თოფურიამ რაც ქნეს პოპულარიზაციის კუთხით საქართველოში რომ აი ხო გვიყვარს გამარჯვება გვიყვარს ჩვენ მაინც მონია რომ გიგამ დაიწყო ეგ ყველაფერი მაინც ძალიან რა გიგა რო გიყო ძალიან არა ვერავის ვერ დაუკარგავ კაცო მაგას გიგა აღარ ხო რაღაც ჩხუბობს შაბათს როდისა შაბათს არის მართლა კუთათელაძე კევინ ვალეჰოსთან რომელიც არის ესეთი მოკრივეა ისეთი ჯანიანი ილიას სტილის მებრძოლია სხვათა შორის ანდერდოგია გიგა 2.75-ია. გიგა ყველასთვის ანდერდოგია. მაგარად გარ ამ ბოლო დროს არა წინაზე მონამასთან თანაბრად იყო და ეხლა ვალეჰოსთან ანდერდოგია, მაგრამ მე მგონია რომ სულ ტყუილა. მე მგონია რომ ეხლა გიგა ჭიკაძე მოიგებს.
გიგოც კაია. წარმატებები ის არის რა თან ამაზე ჩხუბობს. თვითონ ისინი ხოლმე მაგაზე რომ ანუ ჩემ გარშემო მთელი საქართველოს ჭიდაობს, ჩემ გარდა. ზეცვეჩი ეს. რა უცნაური. რამდენი ჩხუბს როგორ იმენ არ ჩადის ძირს აი ერთი სული აქვს ხოლმე. არ გიგა იყო ანუ elite kickboxing და glory არის kickboxing-ის UFC და აი თან როგორ არის მან ანუ ძალიან მაგარი სპეციალისტები არიან რა ეს სპორტი არ არის MMA შეიძლება 4 სპორტი აიღო და დაარქვა ამას სპორტი არ მუშაობს ეგრე რა ანუ სპორტი არის კრივი ჩოგბურთი რაღაც რა აი ერთი ხელი ორი ხელი და უნდა აიცილო და რაღაცა და აი ამას ვამუღამებთ და ეხა ხელი დამარტყი ფეხი დამარტყი გამგუდე ეგ აღარ არის სპორტი ჩხუბია ხო ანუ მაგაში ვერ დახელოვნდები მაგიტომ არის რომ მაინც სპეციალისტები არიან მაგარი ტიპები რა მაინც ვიღაც ბაზიდან მოდის ყველა მაგარი ტიპი კი ეს რო ეძახიან რომ ყველაფერში კარგია მაგრამ ყველაფერში კი ხო ხდებიან არ არსებობს ყველაფერში მარტო ქართველი მუშები ანუ თუ ავიღებდო კი ბატონო ელიავა სტრით ელიავა მანქანითაც გინდა შედი სულ ერთი ყველაფერს გიკეთებენ კი ხო და ეგ არის რომ მაგას ვერ დაამოღამებ აქვე ილიამ მაგარი ჯიუჯიტსუდან ისეთი სტრაიკერი გახდა რომ ნუ არა დაუჯერებელი მართლა ეგეც კი და იმერაბს ხო აქ დაუჯერებელი რაღაცა მე აუსანში რომ უნდა იყოს ეგეთი ხარისხის ანუ მერაბდვალიშვილი რო ჩასვა ეხა შოთა რუსთაველის ამ გენიალურ პოემაში ანუ ჩემი აზრით არ იქნება ამოვარდნილი ვაფშე ანუ ძალიან მომხდება მაგ ყველაფერს თავარ როლში შეიძლება იყოს და რაღაც thank you გაჯეთის სიხის აღებისა თამარ მეფეს რო თინათის რო ეუბნება ხო მაგას thank you თინათი მაგრამ მოსწონი thank you დანა thank you ხო და ილია ესეთი მაგის ურთიერთობაზე არ გიждდებით საყვარელი დაკალი ყავს ეგ მან რაღაცა ისინი ეხა ბოლოს ჭამდნენ იმ ეკლერებს ერთად ეგ და ეგ ხო ეგ ნახე და მანამდე ეგ ბზოლის მერეო არ მივიდაო თუ ვერ მივიდაო თუ რაღაცა თუ მერაბი ერთად იყვნენ აჭორებს იგივე ხომ ბიჭო არ ვიცი TikTok-ზე შემხვდა რომ ის მოწყენილი და რაღაცა ორი მხარე ხო არის ხოლმე ეს ბიჭების ჭორები და ეს გოგოების ჭორებიდან არის ბიჭო მივიდაო და მერაბი არ დაელაპარაკო მერაბიო შეჭება ხარა რაღაცა დასაგებია რა თუ არ დაელაპარაკო მივიდა ნინა მივიდა ინტერვიუს ასახება შეიძლება არ ვიცი ინტერვიუს ასახება თუ იმისთვის რომ არ უნდა მისული რატო აი გამარჯობა ეთქვა ხო არა ნუ არ დაელაპარაკაო და მეთქი რა არის გასაკვირი ეხა კაცი არ დაელაპარაკებოდა არ შეიძლება მან როგორ აგზავნა ადრე თანოკაუტებულ ტიპსაც არ თმევდნენ ინტერვიუს რა ხო და ერთხელ დანოკაუტებულ როგანი მივიდა და უყვება რომ აი სამწუხაროდ დამარცხეთ და ამას გონია რომ მოიგო პირდაპირ ეთერში რა შეიძლება არ მოიგო რაღაცა ხო რაღაცა მოიკითხა აბა ჯიგარი მოვდივარ რა გაშალეთ უფრო ყველაფერი კარგად არისო და გადახედა ყველა ერთმანეთს რა აი ეს არა ხთა მაგის მერე აიგზალა ეგ რა და ცდილობენ ხა რომ როცა იციან რომ ტვინია კაც აუცილებლად შეღება მიღებული ნუ ნინა დრამაც დროს მივიდა მაგრამ ერთად იყვნენ მე ხო არა მე კი არა პროსტო შემხვდათ ხო ერთი TikTok-ი ხო ნინა დრამა ჩალიჩოვსო ცოლი რამეს ჯერ კამარი დაიბრუნოს და მაგერზე მე თქვენი კოლეგა რომ უნდა მოკლან ხა იცით ეგ ვინა ერთ-ერთი იუთუბერი რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში რომ იუთუბერობა არსებობს ჯეიკ პოლი ეჭხუბება ენტონი ჯოშუას რომელიც არის რა არის აი ვერ ვიგებ რა არა ეგ ხო ძალიან ანუ ან ჩაიშალოს ეგ ჭხუბი ან რაღაც ყველაზე დიდი სქემი იდგმება ენტონი ჯოშუა დადგმობა საერთოდ просто მაგის მერე ენტონი ჯოშუა უნდა დაამთავროს კარიერა იმიტომ რომ ნუ ტიპი ყოფილა გამოდის რომ გაყიდა ის თასასაც მიუზრნა თავი ადგა და ფულზე გაყიდა ან სასტიკად უნდა წემოს ჯეიკ პოლი მართლა უსიგა ის შენმა საყვარელმა უსიკმა თქვა რომ მოიდობას მოკლავსო მართლა თან რა არის აი გახსოვს მაგრეგორი მეივეზერი იყო და ეგ სელებრიტი ჭუბები რო არ ხომ და რაღაც მიზეზებია რა აი მაგალითად ენტონი ჯოშუა რო იყოს ჯეიკ პოლზე პატარა და ასაკით შესული ასე ბებერი და იტყოდი რომ აი
კი ენტონი ჯოშუა მაგარი მოკრივეა, მაგრამ არის ფიზიკურად პატარა და ასაკში და ამიტომ ცოტა აზრი აქვს თუ ეჭვება მასზე ახალგაზრდა ჯეიკ პოლს. როგორც ტაისონთან იყო რა, მაინც აბა ეხლა იმასთან რომ შეგეგდო იმ ტაისონთან. ორივე ყოს მოაჭავდა ის ისტორიაში. არა, მე ჯეიკ პოლი ბოლოს ხო იმან გალახარ აქვე ფიურის მამ. ვინ? მონსტროსმა ძმამ. კი, წააგო. ფიურის. ხო, მაგრამ იმ საჯების გადაწყვეტილებით წააგო. ანუ წარმოიდგინე ტომი ფიურისთან აგებ. ენტონი ჯოშუასთან გინდა ის რა. ჩვენთან ბოლო დროს ძალიან წამოვიდა ეგის რაღაც ამისკენ მიდრეკილება იქ რაღაც გამა რო გაიჩითა თავიდან. მერე აქ კაი ის იმერკენას იმენზე იქნებოდი ალბათ, ხო? კი, სახში ვიყავი უყურებ რაღაც ფიზიზებს გამო ვერ მივედი, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. GFC-ს ხო, GFC-ს არის რაღაც და ეგეთი რაღაცები წამოვიდა საკაიფოდ ასწორებს, მაგრამ პრობლემას სად ხვდები ახლა მე მაგალითად. მე ძალიან მიყვარს, კრივიც ძალიან მევასება MMA-ს და ანუ სულ ეს სისტემატურად არ დავდივარ, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე რაღაც პერიოდი ხან MMA-ზე დავდივარ, ხან კრივზე ვახერხებ სიარულს. სულ რაზეც დავდივარ, რაღაც ბასეინი არის, ეგ მევასება მარტო. ეგრე გამოდმებით. აი დარბაზების პრობლემა სერიოზული ვაფშე ყველგან რა, იმიტომ რომ არ არის ხოლმე ბიჭო თითქოს ბევრია, მაგრამ ბევრი არის ერთ კონკრეტულ უბანში. არის დროების პრობლემა რაღაც ის და ანუ მე კაი კიდე მაგ დარბაზში შეიძლება მივიდე და ვივარჯიშო და რაღაც ჩემთვის როგორც მოყვარულისთვის ყველანაირი მას აკმაყოფილებდეს. მგონია რომ პროფესიონალები ბევრად უფრო კარგ დარბაზებში იმ ხელაზე არის გაზრდილი იქ თამასა ამ ყველაფრის და ვარჯიშის და იმის რომ ბევრად უფრო მეტი არის საჭირო რომ მაგ სპორტებში ჩაიდოს თან მაგარი საშუალება გვაქვს მაგის რა, იმიტომ რომ იმ მუღამით და სისხლით და იმით ვართ ეგეთი ხალხი რომ შეგვიძლია რა მაგაში რა მინიმუმ 3 ილია და ვერავი უნდა ყოლდეს ჩემი აზრით. არ ვიცი რა მიზეზებით არ ყავს, მაგრამ ჯერა რომ ეგრესუსი გვაქვს. რაშიც ძიუდოისტები ძალიან ცუდ პირობებში კი იზრდებოდნენ რაღაც, მაგრამ ძიუდოს არ ჭირდებოდა მაშინ იმდენი პირობებში თუ იზრდებოდა მერაბ დვალიშვილი. არა, მაგრამ ნახე შალახელი რომ გამختارიყო ლეგენდა. ნახე რა სვამობს ტექნიკურად ანუ არ ჭირდებოდა ძიუდოისტს ადრე ძალიან ბევრი რაღაც რა. ანუ ეს დარბაზი დატამი ის რაღაც შეგეძლო გევარჯიშა იმ დონეზე რომ ძალიან და ყველა წონაში ყველაფერში ყავს საერთოდ ხო აი დედას სადმე რო გადიან ტოპ-10-ში 6 ქართველია ხოლმე შეჩემა ანუ ამოიდებს იღლიაში ნებისმიერი ყველას. ნახე მე ესე უყურებ. აი ეგრე კარგად რომ მაგრამ ამას პროსტა ბევრი ჭირდება უფრო რა, უფრო ბევრი რაღაც უნდა და რო იყოს მაგაში ეგ თემა და უფრო მეტად ყურადღება ექცეოდეს, გონიონ მართლა 3-3 და ყველა როგორც იქ ყავს ყველა ზონაში, ეგრე ვიქნებოდი დიკად შეჩემა. დაღესტანი უნდა ბლატაოდეს მაგის დედავატირე. აი მაგაზე რომ ნერვები მე ვხედავ უბრალოდ რომ ის რა ქვია ეზარებათ ხოლმე ზედმეტი მცირე წარმატების მიღწევის შემდეგ ხშირ შემთხვევაში რაღაცა აი აღარ ინდომებენ საკმარისად თითქოს ანუ მაგ კუთხით თქვი რა ანუ ის კი არ მიგულისხმია რა თო ვარჯიში თუ უნდა ეკაცი ვარჯიში ბოსტანში ზივარჯი არა მაგ კუთხით არ მithქვია რა ის მე რაბმა მიაღწია წარმატებას თქო მონდომ კი რა თქმა უნდა საჭირო ინვენტარი კაი პირობები მაგრამ აი ეს მენტალიტეტი ხშირ შემთხვევაში აქვს ქართველებს ეგეთი რომ მცირე წარმატების მიღწევის მერე ადამიანურიც არის ეგ შეიძლება ვიღაცა არა მარტო ქართველებზე იყოს არამედ ხო ზოგადადაც არა უბრალოდ მე ანუ ჯერა რომ ჯერს ერთი როგორ არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი და ილუზია რაც არის თუნდაც მაგ დაღესტნელებზე და იმაზე რომ რაღაც განსაკუთრებული სივაშკაცის და არაფერი ჭიდაობა იციან და ანუ იმათმა არ იციან ჭიდაობა მართლა ეგ ერთი ხო მოისვა მე ჩვენი ქართული ჭიდაობით მე რა გაუშენიშვილი და მე ფორგეტო რა 3 წელი დისის არ ეუნება ხო არ არის მეც ეგრე მგონია ბიჭო რომ იმ საჭიდაო იმას რომ გადახედო ხო ოლიმპიური მე არ ვიცი ხა კარგად დაღესტნელ ოლიმპიელებში ვერ ვერკვევი მაგრამ ძალიან მაგრები არიან ჭიდაობა იციან ჩვენ რაოდენობისაც ყავს არ მგონია მაგდენი ყავთ ძალიან ბევრი ყავთ ვერ დავთვლი მაგრამ თავისუფალ კონკრეტულად და ძიუდოზე არა რა თქმა უნდა თავისუფალ ჭიდაობაზე გავაპარაკები რომ ძალიან ბევრი ყავთ და ძალიან მაგარები ყავთ ძიუდოს უფრო ლამაზად აღვიქვავ ბევრად მინიმუმ ჩაცმულობის გამო არ მომწ ის არ მომწ რა გავაკეთო არ მომწ ხაბიბის მამაც გეთანხმება და თვითონ ხაბიბიც მაგაში რა ძიუდო უფრო ლამაზი სპორტია ძალიან ძიუდოს თუ მეტყვი აი ჭიდაობის ელემენტის შემცველი სპორტებიდან ყველაზე ლამაზია ანუ შეხედე როგორი დამახინჯებული არის ეგ მიდგომა რა რომ პირიქით ვაშკაცობა ჭირდება რას დარტყმას და ფეხზე ჩხუბი არის ვაშკაცობა და
ფორთხი არის, ეგ ვაჟკაცობა კი არის, ეგ არის ტექნიკა, რომელიც ანუ აი რა ვიცი, ხაბიბი როგორ გახდა, აი კონორ მაკგრეგორს ვაგინებ ხოლმე მაგიტო რა, აი ხაბიბის ფენომენი არსებობს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ კონორ მაკგრეგორი ის ვიდეოები გამოვიდა ბარიდან და მივიდეთ უბრალოდ და მაგიტო. ივენთს რო იმეორებს ეს დარტყმოდა. ხო ხდები, ანუ აი ეს აი ნუ რამდენად ჭიდაობა იციან ხაბი მაკგრეგორმა უნივერსალური მებრძოლი ხაბი მაკგრეგორი ის გააკეთებინეთ აი დედას მიუშვიდანაც გინდა ხაბი მაკგრეგორ დვალიშვილი სტამინაც მოუმატა ხო და ანუ არაფერი რა ბოქსიორებს უგებდა ჭიდაობაში მართლაო ანუ მართლა იგრე ხო რა მოჭადრაკე რომ გავლახო და მოუგო ეგეთი პონტია რა ხო მართლა ანუ ეგ არის MMA-ის რომ გადავარტყა ეს დაფა თავზე და მოგიგე მეთქი 400 შემან მიდე შევიდო და გაგუდავდო ხო ნუ დაუდ კარგი მოჭიდავე იყო მაგრამ ნუ ეგ სტოიკაში ვაჟკაცობა არის ჯასტინ გეიჯი და პორიერო ხოცავენ ერთმანეს აი ეგ არის ვაჟკაცობა და მე რო კვანტს დაგაგდებ და მე გაზივარ ჰაფგარდში 25 წუთიდან 19 წუთი ეგ არ ვიცი რა ხიბლსაც უკარგავს MMA-ის ამდენი მოჭიდავის გამოჩენა იმ პონჩი რომ ეს გევასება მაინც სტრაიკინგი ყველაზე საყურებელია რა ძიუდოში ხო არსებობს ეგეც წესი რომ პასიურობას გაჯარიმებენ არ შეიძლება პასიურობა ისჯება მაგიტოა ძიუდო მაგარი სპორტია ნებისმიერ ბევრ სპორტში შენთვის დომინანტური პოზიცია უნდა გამოიყენო შეტევისთვის და არა იმისთვის რომ იმან ვერ შეგიტიოს გამიგე ანუ ეს არ უნდა იყოს თავშესაფარი ეს უნდა იყოს წინ წამსვლელი და ზუსტად ეგ გუნდი მაგას აკეთებს გამიგე ანუ აი სტრატეგიას კეთყვი 5 წუთიანი ხო არის რაუნდი პირველი 2 წუთი ხდება არაფერი. ანუ პირველი 2 წუთის მიზანი მაგათ თავში არის რომ აი просто არ ვაგებდე რა. სადღაც აი როგორც კი 2 წუთ ნახევარს მიუახლოვდება, ტეიქდაუნს უკეთებს და არც რისკავს რომ ეხა თუ მიუშვირე ისევ გაგუდავს თავისთავად რა, მაგრამ ისეთ პოზიციებს ირჩევენ რომ რაუნდი რომ მორჩება, ეხა საჯირო უყურებს რავი, მოიგო ხო რა. მოიგო რა, რაუნდი ეჭირა ხო და მოუგო რა, რავი ჯაკნა და მე ვიცინასწორ მეტყოლებ, ჯერ ამის პირი არ ჩანს, მაგრამ მე მგონია რომ ლიმიტს დააწესებენ რა პარტიაში და მან დამთავრდება ეგ ყველა დაღესტანი დამთავრდება ეგრე ანუ 45 წამს მიცემენ ან 45 წამიდან წუთნახევ და სწორიც არის და ბრეიკი და დაიშალა კუთხეებში ხო არა ფექსო გაყენებ ანუ სწორიც არის რა პონჩი იცი რომ მოჭიდავი ხარ და შეგიძლია რომ გაგუდო ის რეკლამასავით დავიწყებ მოჭიდავი გინდა ვინმე გაგუდო კარგი მიდი რა წადი ჩა გაუკეთე ტეიქდაუნი და გაგუდო კაცო და ეხა იქ ხო რა ჩადი ხარ და ესე ზიხარ თიკე მართლა იმაზე რა ქვია ჭკვიდან გადამიყვანა იმ ჭუბმა რა ჩიმაევის და დუპლესის ჭარბო თან სადამდე მიდიოდა იცი ყველა სიგიჟე რა იყო რომ მან პოზიციები არის ანუ საიდან შეგიძლია რომ დააფინიშო რაც უფრო კომფორტულია ის პოზიცია მით უფრო დიდი ქულა აქვს მაგას და კრუსიფიქსი არის აი ყველაზე მაგარი პოზიცია გაკრული ყავს ტიპი ერთ ხელი აქეთ ერთი ხელი გიჭირავს მეორე ხელი და всё მიდიეხ რაღაცა ქენი და აი მაგამდე მიდიოდა და იჯდნენ ეს აი რა არის ხა ეგ ანუ იმის გარისკვაც არ უნდოდა ხო იცი რომ კიდე გაუკეთებ ტეიქდაუნს იცი რომ ჯობი ხარ და არა იმიტომ რომ სადღაც არსებობს იმის შანსი რომ შენ რო წელში გაიმართები ეს მაკედან გამოძრეს და ღმერთმა დაგიფაროს მოჭუბარ კაც ჭუბი მოგიწიოს ფეხზე ამიტომ ეს შეუძლია რომ აი ესე იწნები 25 წუთიდან 19 წუთი იყო კონტროლ ტაიმი და ქონდა 26 დარტყმა 25 წუთში 26 დარტყმა რა არის იცი მეივეზერ მაიდანას ჭუბში 3 წუთში მაიდანამ გადააგდო 120 დარტყმა და ამან წუთში 1 წუთში ერთხელ გაიქნია და მე ვიღაცები რომ ვიტყვით მე რომ მოსაწყენი იყო ხო მოიგო ბიჭო მოიგო რა შუაშია კაცო არ მეკრე იმან მოიგო რა ჰიკი მოუგო ჰაკას ფინეთის მეორე ტურში მაგრამ
ზემ კიდია ეგ ხო რო ჰაკას მოუგო და ეგ ფეხებზე მეკიდება რა ხო უნდა დავინახო ეხლა შენ ჭიდაობა იცი და იმან ჭიდაობა არ იცის და ეხლა მაგაში ჯობია მივლენ მაგამდე ანუ არ არსებობს რა ეხლა ცარუკიანს ხო ნახე რაღაც უკნა დენა ვაითმა ანუ ტიპი არ პირველი ნომერი წესით უნდა ეჭყოს ილია თოფურიას და ეხლა UFC გაიყიდა ტრანსლაციები გაიყიდა პარამაუნტზე 7.7 მილიარდად რა და ეხლა უნდა თავისი 7.7 მილიარდი რო ღირხარ უნდა დაამტკიცო და ეს ჭიდაობა ეხლა არ უნდა თამათ და ხო რა თქმა უნდა ცარუკიანი კაცი რომელიც ჩახსნილია და რომელსაც წესით უნდა ჩხუბობდეს პედი პიმბლე და ჯასტინ გეიჯი ჩანიშნა იმიტომ რომ იცის რომ ეხლა ამას შეიძლება ატეხოს ეს ჭიდაობა და მოჭრას თავი ამ მყიდველთან რა აი როგორ რაღაც ხნა ესე აი ბარსელონა ინტერი რო იყო ეხლა ნახევარფინალი და რო დაგლიჯეს ერთმანეთს და ნუ მოიგო მან რა ქვია ინტერმა ხო ახლა ბარსა PSG ფინალში უფრო ხო გაასწორებდა აი FIFA UEFA რო გამოსულიყო და PSG ისა ინტერმა კი მოიგო, მაგრამ ბარსა უფრო გაასწორებს. აი ზუსტად მაგას უკეთებენ, ეხლა ცარუკიანს და იმათაც მიხედავენ, მაგამდეს მიიღო. ძვირფასო მეგობრებო ამხანაგებო, ჩვენ გვაქვს ესეთი გათამაშება ჩვენ სპაყურებელთან. კომენტარებს გვიწერენ, კითხვა სტუმართან, ზოგჯერ სტუმართან და ჩვენთან და კომენტარები რომლებიც მოხდება გადაცემაში, მათ გადაეცემათ კომენტარის ავტორებს. საჩუქრად ბავარიას და ლუდისას კომბინირებული ნაკრები ეს სტუმარს ამ შემთხვევაში თქვენს ადაპტოვებთ ხელცარიელს კი ბატონო და აქვე მადლობა ლუდისას ჩვენს ადგენს და ბავარიას ჩვენ მეგობარ ლუდს რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ასევე ჩვენ გვაქვს პატარა საჩუქარი შენთვის ალკოსფეროსგან ეს არის რომი რომელიც მინდა რომ გაიყო გემრიელად მიირთვა და დაატკბე მისი გემოთი რამდენად გიყვარს რომი მიყვარს კოქტეილებში ხშირად ძალიან კარგი შეგიძლია მოიშუშო ეხა ჭრილობები გადააყოლებული ხო გაი კომენტარები წავიკითხოთ გიორგი რომელი იყო ის ფილმი ან სერიალი რომელმაც შენში რაღაც შეცვალა სხვანაირად დაგანახა აზრი შეგაცვლებინა კონკრეტულ საკითხზე ან ზოგადად ცხოვრებაზე სერიალები მე ზოგადად მაქვს ეს რაღაც პატარა სარეჟისორო გამოცდილება ბლანკოს ხრევი ვითო ჩემი არის ჩემი ბლანკოს ხრევი ნანახი რა ხო და ჩემი გარაჩა რა და ამ ბანალური პასუხი მაქვს მაგაზე Breaking Bad-ს მე უყურებდი მაშინ როცა მეხუთე სეზონი გამოსული არ იყო თუ მეექვსე ბოლო რომელი არის და წარმოიდგინე კვირიდან კვირას რომ Breaking Bad-ს ელოდები რანაირი განცდა არის ეგ Breaking Bad-მა და სხვათა შორის ეხა ფლურიბასი არის უახლესი პროექტი რომელსაც ვინს გილინგანი აკეთებს Breaking Bad-ის შოურანერი და შემქმნელი ახალ სერიალი აქვს და ასევე Better Call Saul-ის და Breaking Bad-მა რა მაჩვენა იცი რომ ქიმია უნდა გესწავლა სკოლაში ესე იგი Breaking Bad-ი ებოსება და ფილმი ან სერიალი რომელმაც სოფხედველობა შეგიცვალა სოფხედველობა შემიცვალა ნუ არ მოგეწონა რა. სულ ერთი და იგივეს ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მაგან იმოქმედა ჩემზე და ყოველთვის მოქმედებს, როცა უყურებ ხოლმე, მაგრამ რა მომწონს. რა იგივე ისე და იქიდან. არა, ნუ ის არის ჩემთვის რა ფილმების იმაში დგას. თავზე, ცხოვრება მშვენიერია რა, ყველაზე ძალიან მევასება. რამეს რომ მეკითხებიან, აი ყველაზე მაგარი ფილმი ან რამ შეგცვა რაღაცა, მაგრამ აი გარი რა, ჩემთვის ეგ ფილმია პირველი საერთოდ. მე არ მაქვს ეგეთი აი კონკრეტულად რო ის შემიცვალა თქო რაღაცა, მაგრამ ანემილი რა ყველაზე ჩემი საყვარელი ფილმი. ზვიგენების ტორნადო სხვათა შორის შეცვალა ჩემს ცხოვრებაში ის რომ მივხვდი რომ ტრეში შეიძლება იყოს კარგი. შეკითხვა სტუმარს როდის და რა პროდუქტს გიგრძალავდნენ მშობლები? რომ ბოლომდე გეჭამა ან დაგელია და როდის აიღე იმდენი ხელფასი რომ ზუსტად ეგ პროდუქტი მთლიანად გეჭამა ან დაგელია და არავის არ დაეშალა. იმიტომ რომ შენი ხელფასი ტიპია. როგორი ის არმატებები ლოთებს მიყვარხართ. ეს ჩვენთან იყო არ გეწყინოს ჩემთან სასწავლო. არა, პირიქით კომპლიმენტად მივიღე. ლუდი. ჩემ შემთხვევაში ეს იყო ლუდი. აი ხუმრობ არ ვიცი რა ეგეთი ქონდა რამე? ბიჭო, საკვებზე არ მქონია. არა ხო, არაყი იყო ალბათ. არაყი ხო, იმიტომ რომ ხა გერაინი არ გაიჩინო, არ მეუნებოდნენ ბავშვობაში. ჩვენ საძმაკაცოში რო ვსვავდით ხოლმე, დაალევა რო გვინდა და იმდენად მარტივი მეთოდი ვაპოვნინა ცოტნე და იმდენად იაფიანი.
რომ არ გჭირდებოდა ხოლმე არანაირი ხელფასი მაგისთვის, იმიტომ რომ სად მოდიოდა ჭაჭას ყიდულობდით ხოლმე რაღაც ხილბოსტანში თუ რაღაც თემაში. მე ცოტნე თავის შაქრით და ლიმნით ამ ყველაფერს გაალამაზებდა და შეძენდა მეორე სიცოცხლეს და მეორე დილით კარგად ჩაციებული. უკვე ისეთ გამორებაში იყო, რომ ძალიან გემრიელად ვსვავდით ხოლმე, ასე. გახსოვს ის რო იყო. რომელწლიანები ხართ დაახლოებით? 13. ხო, ნუ გემახსოვრებათ. მაღაზიებში სხვათა შორის ძალიან ესეთ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ეს დიდი აკვარიუმი რო იდგა ხოლმე და შიგნით და ჯოკერი. მე არ მახსოვს, მაგრამ გადმოცემით ვიცი. მე მახსოვს ჩამოსასმელი არტები მე არ ვიყავი აქ და მაგითო არ მახსოვს. საბაშვილი ყოლოს რომ მაგან მოყვა ვიღაცებს რომ რავი. ოპრემავი დაემართა, ხო, ჩვეულებრივი პონტი იყო. ეგეთი ის იყო, რომ სასწაული არადი იყო. ფილმებიდან რომელი ანტაგონისტი მოგწონთ ყველაზე მეტად? ვოლტერ ვაიტი ისიც არის, ესეც არის. ხო, უფრო სოპრანოც ისიც არის, ესეც არის. ეგეთი ტიპები უფრო? კრისტოფ ვოლცი რო თამაშობს იმაში. ნუ ტარანტინოს ფილმში გერმანელ ხო. რა ქვია მაგ პერსონაჟს? უსახელო ნაბიჯროებში რო არის რა. ხო, უსახელო ნაბიჯროებში გერმანელი. ზაური. ზაურ ტარანტინო გახდა რომ ფილმს ვეღარ ვიღებდი, იმიტომ რომ ვერ პოულობდიო მაგის მსახიობსო და კრისტოფ ვოლცი რო ვიპოვე. მაგედან გამომდინარე გაკეთდა საერთოდ ეგ ფილმი. კომენტარის ავტორებს შეგახსენებთ რომ მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე იმისთვის რომ მიიღოთ თქვენი საჩუქრები და ეხლა გვაქვს კიდე წინა გადაცემაში ანიმეს არ მახსოვს. ანგოსტურა ჩვენი ალკოსფეროს გამოგზავნილი ვიღაცა მოიგო და ჯერ არ გამოჩენილა. გამოჩდი. ხო და თუ ამას მაინც უყურებ, მოგწერე, გამოგიგზავნე. გამოდე და დავლიოთ. გამოერთა დავლიოთ. აკა გახსნილია უკვე და რო აღარ გამოჩნდი, ცოტა დავლიეთ ბიჭებმა და ცოტა მოკლებული რომ. ხო, ალკოსფეროს ფილიალები კიდე იმატებს ცოტნე ქალაქის მასშტაბით ნელ-ნელა. ძალიან კარგი. უფრო ბევრი ფილიალი მე ხსნება ველოდები და ინფორმაციას ალკოსფეროსგან რომ მე ჩამოვთვალო ყველა. კი, მე მინდა რომ გახსნაზე მითხრან და გახსნაზე გახსნაზე უნდა წავიდეს, აი სხვანაირად არ გავუწეს. კარგი. თამაში მაქვს ფილმებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი. თემატური თამაში არის, არა მარტივია, იქნება წარმოდგენილი ორი სურათი და მაგ ორი სურათის დახმარებით უნდა გამოიცნოთ ფილმი. ტაში ზარტმაზე არის დასწრებაზე და მე მეგონა გნებავთ ესე. მაგიდაზე უნდა დამერტყოთ. აი ყველაზე რთულია. რატო და უჯვარი ფილმია თუ შეიძლება რომ ანიმაციური მოიცეთ ფილმის გარდა შეიძლება რამე იყოს. ეს ფილმია. ამას იმას ხო აუჭი. ყურძენი. ხამურა და ყურძენი უჭირავს და არ ვიცი რა უჭირავს. ღვინის ქურდები. ოჩახი. რა? აი მე ყველა დავარტყი, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ ძალიან ცუდად ხედავ და ვერ აღვიქვავ წესი. თუ აი ბეტმენი იყოს თუ რაღაც, არ ვიცი. არ არის ვიცოდი რომ ბეტმენს იტყოდი ბოლოს. ეს იქნება ვამპირის დღიურები. დღიური სად დაინახე გიორგი საიდო? დღიური არ დამინახია, მაგრამ იდეა. ხედა, ის გაკეთება ქაღალდი და ქაღალდი ახლოს. თუ გახსენდებათ ეგეთი ღამურები, რომელიც ხეებზე დაზურებოდნენ. Twilight-ია? ხო. არ მაქვს. ორი ვარიანტი მქონდა. ან უნდა მეთქვა ვამპირის დღიურები ან Twilight. ეს ის არის რა ქვია, კარების მეგობრები. კი ბატონო. გონდიშას ერთი ქულა. ის შავი მარგალიტი არ არის, მაგრამ ქვემოდავს ერთად. მარტივად გეტყვი. აი ეს დაარტყი ხელი. ბეჭდების ზარებელი. კი ბატონო, ეს მარტივი იყო. ეს ორი აშკარად მარტივი იყო. აი ეს დაარტყი ხელი მინდა. ქვი. ალისა სტრანი ჩუძეს. მაგას ჯობდა ღვინის ქურდები ჯობდა. არ განახი უეჭველი. რამე ახალი ფრენჩი. ბიჭო ის არის რა ქვია. ახლა მე დავარტყავ ბარემ ქულას მივიწერ. ახალი ჯოკერი არის რა, ხოაკინ ფენიქსი რო თამაშობს. და კიდე რო ჩამოდის და ის ხო არის სცენა მანდკა. აი ჩემი ბრალია მივხვდი. აბა? კაკი მე მგონი ვერ ხედავს და უჩალიჩებთ პროსტა. ძალიან საკვირველია. წერან ახსენე სხვათა შორის ეს და ეხა ვერ ხვდები. აი Twilight-ის სურათები რაც იყო. პირველი სურათი რაც იყო მარცხნივ, იმით იწყება. აი შენ გამოიცანია ეს მართლა. აი მე ვიცი ეს არის. Forrest Gump-ი. Forrest Gump-ი და იოგურტი რა შუ. იოგურტი არა, შოკოლადები. ისო ცხოვრება შოკოლადის იმას გავსო. მე მგონია იოგურტში რო პატარა ბურთები წრია ეგ. და Forrest თურმე ვერ ხედავს ადამიანი და ვიცი ახლა. აი. არა უშ. მგონი შეიგებ შეჯერობით. ეს რა ქვია, ნატალი პორტმანი რო თამაშობს. და არა, იმ გოგოს ტიპაჟი წარმოვიდგინე უცბად. უცებ ეგ რო არ გეთქვა, უცებ არ დავფიქრდებოდი მაგას, მაგრამ ეხლა უცებ რაღაც ვაიბმა მაკეთ წავიდა. ის არის რა ქვია.
მატრიცა რო ქრება იმაზე რო რეკავენ ხოლმე ეგ მომენტია ესეც Inception კი არა ხო აშტაგრო დაგავყო მაგრამ არა უშავს ესა კარგად იყავით მე დაგტოვებ ცოტა ხანი ფიქრეთ საკმაოდ რთულია რთული ანუ რაღაც საბჭოთა კავშირია ნამგალი და უგო მარტო ის რო რქებს რო იუაქციოთ ყურადღება არის Hellboy ჩაკუჩის გაიხსენე და ჩაკუჩი ხელი ხო იმის აქვს ქვის თორის ჩაკუჩი Avengers-ი თორი ანუ ის ლოკის რქები და ეს ლოკი კი მე ფილმს რო უყურებ და ვინმე რო გაფრინდება ეგრევე ვთიშავ არ მოგწევს სამეცნიერო სამეცნიერო კი არა და ფანტასტიკური სამეცნიერობეს იაპონური ის არტი რო არის არ ვიცი მე რო ხდები მარჯვენა ხელში რაღაცა კრისტალი ვითუჭირავს ხელში მე ფურცელი მგონია დაკუჭული აუ კრისტალები კაროჩ თქვენ დეტალებს უყურებთ მაგრამ თლაც სწორად არ უყურებთ დეტალებს რა სათვალე არის გავარიდეთ ის არის მაშინ რა ქვია გარი პოტერი ხო მაგრამ გეუნები იმას უფრო ფილოსოფიური ქვა ის ქვა არის შეჭე კრისტალი ქვა არის აბა რა არის შეჭება კრისტალი სუპერმენი უფრო არ არის ფილოსოფიური ქვა არ გაქვს რა ხი კრისტალის ფორმის არის ფილოსოფიური ქვა თვითონ მე რო ვაფშე ფურცელი მეგონა ჰარი პოტერი და ფურცელი გეგონა რომ ფეხით ეჭირა ვიღაცა ჰარი პოტერი და დაკუჭული ვაფშე აურიო ისერზე კონდა გაჭირე ჰარი პოტერი და დაკუჭული ფურცელი ხო დაკუჭ ესეც მარტივია აისბერგი და ორი თუთიყოში რა გახსენდება ეხა მაგაზე და ტიტანიკზე ტიტანიკი ყველი ზასაობს და აისბერგი არის რა ეგ არის რიტები და აისბერგი ის უნდა ყოფილიყო მიორთქლილი მანქანა просто აისბერგი და დაორთქლილი მანქანა ეგეც აისბერგი და დაორთქლილი მანქანა არა დაორთქლილი მანქანა მარტო დაორთქლილი მანქანა რო იყოს უკვე ის არის საკულტო სცენა არის ყველაზე ცნობილი ალბათ. სულ ეს იყო? როგორ დამთავრდა ანგარიში? მე რო ბრმას დამით. ანუ ფრეზე გადაწყვეტეთ? ვინც აგებს ხოლმე? ხო. ერთ შოტს სვავს რა. ფრეზე შემთხვევაში მე. ფრეზე შემთხვევაში ცოტნე სვავთ ხოლმე. დალევა ზოგადად ლებადართულია თუ სურვილი აქვს. არა, ცოტნე დალევს. ხო არ გაინტერესებს რომ გასინჯო ისე. რას? რო კი? გვაქვს ვისკი? შენ თუ გასინჯო მეს დავლევ მაშინ. ეს არის კინა ჰანსი, რომელიც ძალიან ძველი ირლანდიული ის დამემართა რა ქვია რა. კუჩაი მარშალ გელოუნის დამემართა. ძალიან ძველი ირლანდიის მე მგონი. ირლანდიური ვისკია. და მარტო იქ არის რა ქვია, ალკოსფეროში შეიძლება რომ იყიდო მარტო და მე რაღაც ჩემს სხვა საყვარელ ვისკებს რო შევადარე. ძალიან მომეწონა ეს და ფასთან მიმართებაში არის რაღაც ზედმეტად იდეალური ჩემთვის. და კომენტარებში რაღაც 7 მილიონი არ მინახავს ხო? ნავი თუ გასინჯეთ ვინმე დაგვიწერეთ ისე, მაგრამ მაინტერესებს მე მიკერძოებული ვარ თუ არ ზოგადად არ ვარ ხო მიკერძოებული, მაგრამ ძალიან დამეწონა. ხო, აქვე შემდეგ პოდკასტზე დავაანონსებ. როგორც გითხრათ გიომ რომ არავინ არ მოსულა ბოთლის სასახებად შემდეგ პოდკასტზე. მოვიფიქრებთ თამაშს, სადაც კიდევ ერთ ვისკის გავათამაშებთ თქვენთვის და მანამდე მოემზადეთ სულიერად და მორალურად, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და აქტიურეთ კომენტარებში. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ დღეს მერაბიზე, რომ წააგო მერაბი მაგაზე, რა თქმა უნდა, ეხლა სტონდრე მამდენარე ხა კაკი ყავდა ესევე ვერც აულიდით ყველაფერს და просто ძალიან ეს ეს რაღაცები არის მიმოხილე საგზელთან რაღაც просто მინდა რომ ყველა ქართველს მასწავლოს წარმატება უსურვოთ და ბევრჯერ გაეხარებინოთ ქართველები არა იმით რომ სადღაც თანამდებობას დანიშნულიყვნენ არამედ იმით რომ კაი სპორტული კარიერა ქონოდეთ და ამითი ამაყოთ მხოლოდ. კი და მერაბი მისაბაძია. აუც კი ნახდათ მერაბის ილიაც რაღაცა და ის რა ქვია სუის შიშები დამეწყო. რაღაცა ისინი მაქვს უკვე რომ მეთქი ინტერვიუს რო უსმენ ვინმეს რამისას მგონია რომ მეთქი აი რამე ბარ თქვას ეხა ვინმე თორე გული არ მატკინოს. ხო აი უკვე მართლა შიშები მაქვს რა ისე არ მოველოდი რაღაცებს ეხა ვერ მიხვდებით ეხა და არ ვიტყვი ვიზე, მაგრამ ძალიან ის არის რა მაგმონჩი რა და ქართველი სპორტსმენები ძალიან საამაყო ხალხია, ძალიან მიხარია, მაგრა გულშემატკივრებ ხოლმე ყველა სპორტს რა, მაგრამ მე აი სპორტულად რო აი რაღაცეების მე გერხევა და ისე ვეღარ ხარ გულით და სულით რა და რა ჩემ რჩა ეს
UFC-ში ხალხი ძალიან შემომრჩა ჯერჯერობით და გაუმოწეს ძალიან ბევრი წარმატება უსურვოთ და დღეს ვინც პატარები ხართ და აპირებთ რომ ძალიან მაგარი ჩუვაკები იყოთ, ამას არ უნდა უყურებდეთ, იცოდეთ ეს +18 გადაცემა. და საერთოდ წადი ვარჯიშებად. წადი ვარჯიშებად. პროტეინ შეიკი არის უცნაური ფერი. ხო, მე სხვა ორ ფერში ვიღებ ხოლმე ძირითადად რომ კარგად ერევა მე ვერტყავს. მერაბის დამადობით ყველა კამარის დაბრუნებები და რაღაცები უიჭველი. ქართულ სპორტსმენს და იანს მესამე ტრილოგიაში კი არა და ტრილოგიაში ძალიან მაგრად გავლახავთ პირობას გასწრა. მერაბი გახლავს. ეგრე ძალიან დარწმუნებული ხო ხარ შენც მაგაში რომ ეგ მოხდება უეჭველი რა. აბა პატარა რევიუ. კაია? კი, რა შეგო. ძალიან სასიაო. მე ექსპერტობით ვერ გამორჩებით. უფრო ცივი ტემპერატურას მოუხდება, კარგად გაიხსნება რა. უფრო ცივად რო ჩავატარებ. ამ გრადუსის ფონზე, რაც აქვს, ნუ სტანდარტული გრადუსის დაყვება იდეაში ვისკებს რა. მაგის თავზე ზედმეტად კაი დასალევია და ჩემთვის 40 ხო. არომატი აქვს საკაიფო რა, აი რაღაც არა ისეთი რა, ძალიან აგრესიული არ არის. ხო, არც აგრესიულად ძალიან ბევრს ერთნაირი რაღაც აქვს, რაღაცებს რო გასინჯავ, ამას იმას, აი ერთი რა, ეგრე ხავერდოვრად ჩავიდა და ამაზე ცოტა ვკაიფობ მაგონში. მე ეს დამევასა ძალიან ტეკილა. განსხვავებით გამოვარჩევდი. ჩემი ფავორიტი ეს დაწინაურდა. ეგეთ გებრიელ ტეკილა იშვიათად რომ აღონ რა თქმა უნდა დაწინაურდა თან ჩერეს იმასაც ვითვალისწინებ, რა ფასი აქვს. არა, რა ფასი აქვს რა მაგონში. სპონსორი რა ეხლა. აი, ვიხუმრე, რა იყო, ბიჭო, რა გინდა? შალდალია და შარზე ხარ, ხო? არა, მაგონში რა, ფასთან მიმართებაში ძალიან საკაიფო ისეთი რა. არა, რაღაცები რასაც ვადარებდით, ის ცოტა ძვირიანი იყო დაჟე რა და მაგონშიც გამისწორდა. წერა მაგარ თემას შევეხეთ ძალიან, ნუ ძველ თბილისს. ბოდიშს მოხდა დედია განაგზეთ მე. ძველ თბილისს ელაპარაკობდა და ძალიან ის რა ქვია, მაგას მომდია ძალიან ასწორი ბიჭო რა, ნოსტალგია რო გაწვევ რაღაც ეგეც რო უყურებ რა. იმასაც ხელძაღლს ავადალუც რაღაცას ნებისმიერ ძველ ფილმს, ეხა იმის ნოსტალგია არ მომწვევა, ჩემი საყვარელი ფილმი ერთ-ერთი ქართული ის არის ცისფერი მთები. მაგრამ მაგის ნოსტალგია ვერ მომწვევა, არ ვარ იმ პერიოდში ნამყოფი კარგად, თორე ეგ ყველაზე პიზდეცი არის საერთოდ რა. აი ავადალუდის და იმის ეს ჩვენი ბავშვობის ის არის იმენა რა, რომ აი მაგას თინეიჯერობის და შენიც ის არის. ხო, აი მაგას რო აზის აღადავ ეს ძველი მანქანები, ეს საბჭოთა მანქანები ძირითადად. ცუდი გზები, გაის ინსპექცია. უჯერებლად ვერცხლისფერი გარემო. აი და ყველა ქუჩაში საერთოდ უფროსი ვინც არის რა. რაღაც აი იმისგან мама ჩემის ძმაკაცები ისინი რაღაც ასტავენ. ყოველთვის რომ რაღაცას ჩალიჩობდნენ, რომ ანუ ეხა იმ დროს სტაბილური სამსახური და რაღაც ისეთი პონტი იყო რა. შენ თვითონ დაკონა და რამე ხელობა რა. დალს ან თანადოების პირი დაყოფილიყავი. დალშე იყო რომ რაღაცა უნდა გეჩალიჩა, აი რაღაცა უნდა გამოგეჩხრიკა. ხო, რაღაც უნდა გამოგეჩხრიკა, რომ რაღაცა გაგეკეთებინეს. სპილენძს ვაბარებდით ბავშვობაში ძალიან ხშირად. მაგალითად, მე ზონია ექსპილენზის შაბარება და მე ერთხელ ზედმეტად ბევრი სპილენძი მოვიპარე თუ მოვიპარეთ არ ვიცი თუ იავიდო და ავიღეთ რა ვიცი რა ქვია მაგრამ თაწმინდის ძირში გამოვთხარე დიდი კაბელები და ზვაფერი სპილენძი ტროლეიბუსის ისენი რა ქვია ხაზების ზემოთ რაზეც არის ეგ ზოგჯერ ვიღაცა ჩაჭრიდა რა და ჩაიჭრებოდა იქ რაღაცა დაავარდებოდა და მაქედან იქ სპილენძია და სპილენძის ჩამბარებული პუნქტები ვერ აგიხსერთ ვინც ახალგაზრდა და ეხა გვიყურებს რა აი ეხა რო ლომბარდია აი ყველგან ხო აი რო გახვიდე ყაზბეგზე იმაზე ლომბარდები ხო არის ზუსტად ეგრე იყო სპილენძის ჩამბარებული პუნქტები და სპილენძი ღირდა 70 თეთრი ნახევარი კილო 500 გრამი თუ კილო აღარ მახსოვს იყო კარგად იბარებდნენ და შენ ცოტა ძველ უფრო ძველ ამბობს ამბობ ნუ მე თქვენზე ვარ 6 წლით უფროსი და მე ჩემ დროს ისე 3 ლარი იყო ხო მე მახსოვს ჩემბერები ჩემ დროს 7 და არა მე კიდევ სანამ ვაბარებდი 3 ლარი ჩემბერები ჩემ დროს ლარი რამდენი დოლარი იყო იცი ლარი და 20 ლარი და 20 იყო 1 დოლარი და მაღაზიაში დოლარი თუ ქონდა რაღაც ლარში რო გიანგარიშებდნენ ეგ პერიოდი მე მახსოვს პირდაპირ ერთ-ერთი რო აღიღო აი რო ეკიდა ზუსტად მახსოვს კიდე რომ 10 დოლარით დედა ჩემი და მამა ჩემი ყიდულობდნენ ერთი თვის საჭმელს მართლა გეუბნები ანუ შეიძლება ერთ თვის ვაზრებდეთ მაგრამ აი რაღაც პერიოდი იყო რომ აი 10 დოლარით რაღაცას იყიდნენ და არ ვიცი ერთი 2 კვირა გადიოდა და მე კიდე 10 დოლარით რაღაცა რაღაცა მომენტები იყო რომ იმ 10 დოლარით ერთი წელი უნდა გვეჭამა
ეგეც იყო, გააჩნია როგორ იყავი ხოლმე. მამა ჩემი მუშაობდა ადრე სტამბაში რა. და სადაც შეკვეთა შევიდა დიპლომები ის იყო, ვინც ჭრის რა, მჭრელის ცალკე დიდი აპარატი არის, რითიც ეს ძალიან სწორად და ისე იმით უნდა ჭრას რა და დიპლომების შევიდა, დიპლომები უნდა დაებიჭდა, ბაკალავრის დიპლომები, რომელიც მე რეივსებოდა ხელით დალში, რომელიც უნივერსიტეტსაც კიდე იმის წერდი რაღაცას და ამის იმას და მამა ჩემმა დაამუღამა რომ ის იყო რა ქვია თulit არისო არაფერი საერთოდ რა, ანუ მოეჟნა რა, ეს ხელი მოვკიდე და წამოვიღე რა. მე ეგ დიპლომი არ მაქვს სხვათა შორის. შენამდვილი დიპლომი. მე არ შემოხვდა. მამა ჩემი და მამა ჩემის ძმაკაცი, მეორე თაღლითი, რომელსაც ის ვაფშე ცალკე განზომილებაში იყო თაღლითობის, იმიტომ რომ $100 ბეჭდავდა და $15 აბარებდა ვალუტნიკებში. სასწაული ხალხი. ცნობილი ბიჭო, ეს არის შარებოდა რა. ანუ პროსტა PhD იყავი ეგრევე. თავის დაბეჭდოს ყიდდა პროსტა შეჭო. რამდენი იქნება ეგეთი ამაგრა აკეთებდა ბიჭო არიც. ეს ბაკალავრის დიპლომი გამოიტანა მამა ჩემმა. რაღაცები იჩალიჩეს უფრო კარგად ეს გაალამაზეს რაღაც ის ბეჭედს სადაც ურტყავნის ვარსკვლავი ამოწიეს ხო იცი? ბეჭედს დარტყულს რა გავდა რაღაც. ბიჭო დაყიდეს რა. ვიღაცა ჩუვაკი ნახეს, ვინც მერე მაგასაღებაზე იყო რაღაც და დაყიდეს ეს ბაკალავრის დიპლომი, კაი კუში დაითრიეს. რაღაცა მერე მამა ჩემს უფრო ახსენს თავისი უნივერსიტეტი. მამა ჩემს უფრო გაუთქვა მერე შემდეგ პარტიაზე გამოიტანა კიდე ბიჭო, მე დავფრთხილე. რამდენი ისე ვინც დიპლომიანი ვარო წარმოიდგინე. ნაყიდი და ის რა ქვია, რამდენი უბრალოდ იმას გეტყვი რომ ის ფაქტი რომ მამაშენს ვეღარ დაიჭერენ, ბაიდება ის არ დიშტობს რომ ეგ ისტორია ოდო მოყვეს. მამა ჩემს ვეღარ დაიჭერენ და ვერც იმ ზვაკას დაიჭერენ, ის საქართველოში აღარ არის. სხვაგან დაღლითობს. ბიჭო, ეგეთ ხა დიპლომები ისედაც იყიდებოდა კაცო, ბავშვების გარეშეც და ყველა დაიღაცა. მე მარტო მაგას ვარ შესწრებული. სადაც დიპლომები იყიდებოდა, ეს მამა ჩემს შესწრებაში რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მიდიოდნენ, ან ტიპი იყობს. მამა შეიძლება რექტორს მოეყიდა თვითონ, ხო? არც ეგ იქნებოდა პრობლემა მაშინ იმ დროს. მართლა ყიდულობდნენ და იქ ვიღაცას იცნობდი, რექტორს და ის სახელი გვარის სურათი, იქ რაღაცა დასწრების წიგნი იყო რაღაცა ბაზარ, სადაც ის იყო, მან ყველაფერი აი სამსახურში მიდიოდი და რაღაც უნდა ჩამოგეწია და რომ გასვლის წინ აგეწიო და ვიღაცებს აბარებდნენ ერთი მე მყავდა მაგალითად ამ სამეგობროში ერთ-ერთი მშობელი ბოლოს დაეზარა და დაქალი ერთი 7 კაცისას აწევდა, ამ 7 კაცისას ჩამოწევდა, ხელფას იღებდა, ეგრე ცხოვრობდა ეგ ხალხი, ასე რომ დიდი არაფერი კრიმინალური ამბავი არ არის, ეგ იმათ თვალში თორე ეხა თავისთავად გასაკვირი. კრიმინალი, ძალიან ბევრი ვიცი მე რომ მე შეესკენვარ ეხა. საჯარო სამსახურებში გაფორმებულები არიან და დირექტორს ფულს უყოფენ უბრალოდ ხელფას რასაც იღებენ. ჩაიწერეთ სახელი და გვარები. 0-1 პირადობის 0-1 გვარები მორბენალ ბილიკზე გამოჩნდა. ამოვანე პირადობის მორბენალი ბილიკები გახდა. პირადობის სურათს ამოვანათებთ ახლა. მაშინდელი რეკლამები იყო კიდე ძალიან მაგარი და მორბენალი ბილიკები. ხალიჩების სამკერვალო სტუდია არის. საგიჟეთი ხდებოდა ხოლმე. და ფონები იყო, აი ყველაზე დიდი კრეატივი იყო, რომ როგორი ფონი იქნებოდა კოსმოსი და ვარსკვლავები თუ გრადიენტ გადასული რაღაც ფერთა გამა და ის იყო რა ქვია მაგ ძველ თბილისზე არის ის მეორე არხი თუ აღარ გიხსოვებ მეორე არხი აი სერგი გვარჯალაძე და ის საზღარი ქალი კანდელაკი თინა და სერგი გვარჯალაძე და ხო აბსოლუტურად მაგაზე ვფიქრობ რომ რატო გვერომენტიულება მაგრამ ნუ ვიცით რატოაც ხო ბავშვები ვიყავით და კარგად ვიყავით მაგრამ მაინც არ შეიძლება რა წარმოვიდგინე ჩვენი მშობლები რა დღეში იყვნენ. ეხლა ვნერვიულობ მე ჩემ ბავშვზე რომ რეპს ხო ანუ რა შედარება ყველა მიმართულებით და ხა წარმოვიდგინე რომ ჩვეულებრივად აბსოლუტურად ყველას უწევდა რომ რაღაცა შაქარზე შესულიყავი მეზობელთან და ეგ აი ჩვეულებრივი ამბავი იყო რა და პური ხო არ გახორი კბილინი არის პურში რიგში დგომა პურის გამო და ნუ ჯოჯოხეთები იყო მაგრამ რავი მაინც რაღაც ნოსტალგია გვაქვს ბიჭო ხო საკაიფოდ გახსენდება რა ბიჭო საკაიფოდ გახსენდება არ დარდობდი და მაგით საბოლოო ჯამში რომანტიზირება არ უნდა მოხდეს მაგრამ ხო რა მაგის მომიდა ხო რომ ცუდი უნდა დავარქვა ხო არ შეიძლება რომ გახსოვს რა დრო იყო მაგის დედავატი ჩემთვის ის რომანტიკა ავტობუსით, ტროლეიბუსით რომ მივდიოდი და
ის რო გადავარდებოდა კაბელიდან და მძღოლი რო ჩადიოდა და რომ უმიზნებდა. ეგ ხო, მაგრამ იმ ტროლეიბუსში რო ქალს აყაჩაღებდნენ ეგ ხო ეხლა. არა, რო აყაჩაღებდნენ და ის ტროლეიბუსს ჩამოუვარდა ის ეგ არ არის აყაჩაღებას გავხდა მამაჩევნა მაგას. ტროლეიბუსის ანტენა ჩამოუვარდა ეგ არ არის იმის პრობლემა, რა ქვია, დროის პრობლემა, ეგ ტროლეიბუსის პრობლემა. გიორგი, ჩემო ძვირფასო. რამის თქვა ხო არ გინდა სანამ მე მაბრალებ ხოლმე რო ცოტნემ დაამთავრა გადაცემა და რაღაცეები. ხო და გიყვები ახლა არა ჩემო ძმაობიდი შენი ჭირიმე შენ განაცვალ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ჩემი აზრით და განსაკუთრებით UFC-ს მოყვარულებისთვის იქნება ეს გადაცემა საინტერესო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ მაგ საკითხს და მერაბის ბრძოლას. მადლობა ჩვენს წარმოდგენს ლუდისას, მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და ალკოსფეროს ესეთი გებრიელის სასმელებისთვის. მეგობრებო, თქვენ მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარები არ მოგვაკლოთ, გათამაშება კი კიდევ ზალაშია და იაქტიურეთ ასევე TikTok-ის და YouTube-ის კაკის კორნერ კი ბატონო, აღწერაში იქნება ორივე ლინკი და გადადით და გამოიწერეთ არხები. Club 4-იც არის ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და კლუბი ნომერი 4, Club DZ4 YouTube-ზე, კი. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა. კარგად და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს, დროებით. ნახვამდის. Thank you.